თუ ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით საქართველოს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდება, ეს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკაზეა ისახება. მარტივად და ყოველთვის გასაგებად მოგზაურობისას ის ფუფუნება, რაც ახლა გაქვთ, რაც გვაქვს, აღარ გვექნება. წარმოვიდგინოთ, რომ გაქვთ ავიაბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ევროპის რომელიმე ქალაქში პოპ ვარსკვლავის კონცერტის ბილეთი. ვიზის რიგში დგახარ, ელოდებით და ვიზა არ არის. მოგზაურობაში გადახდილ ფულს უბრალოდ დაკარგავთ. აქ რომ სამსახურს ვერ შეულობთ, იმიტომ რომ რეჟიმს სამსახურიც, ხელფასიც, კარგი ცხოვრება საკუთარი ოჯახისთვის, საახლობლოსთვის, სანათესაოსთვის უნდა და თქვენ იძულებული ხართ სამსახურის აძიებლად ევროპაში წახვიდეთ, თუ ვიზა არ გექნებათ, ვერსად ვერ წახვალთ. ოჯახს ვერ შეინახავთ სეზონურ სამუშაოში აღებული ხელფასით. ეს ყოფით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დონეზე. თუ ევროპა ეგრეთ წოდებული ვიზაფრის, თავისუფალი მიმოსვლას აუქმებს ივანიშვილის დამსახურებით, რომელი ევროპული და ზოგადად დასავლური მსხვილი კომპანია მოინდომებს აქ ინვესტირებას. იმ ქვეყანაში, სადაც არც სასამართლოა, არც სამართალი და რომ არ არის სამართალი, იმიტომ გვემუქრება ეს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაც. ბიზნესის დიდი ნაწილი ცალსახათვლის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გარეშე საინვესტიციო დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდება, გაიზრდება. ბიზნეს ფორმულას მიმომხილველი ანზორ ტუსაშვილი უფრო ვრცლად გაგვარკვევს სავალალო შედეგებს. 8 წლის წინ დაწყებული ისტორიის ასე მცირე დროში დასრულებას არავინ ვარაუდობდა, თუმცა რისკი დიდია. ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხეშია. ჯერ ბრიუსელში არაფერი გადაუწყვეტიათ, თუმცა ოლიგარქის რეჟიმმა თავდაცვა თავდასხმით სცადა და ივანიშვილის პოლიტიკურმა მარიონეტებმა პროპაგანდისტული ფრონტი გახსნეს. აქტიურად დაიწყეს უვიზო მიმოსვლის გაუფასურება, რომ თითქოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. საქართველოს მოქალაქეებმა კი უპირატესობა სწორედ ამ უკანასკნელს უნდა მიანიჭონ. არაღიარებულები ერთი მხრივ გვარწმუნებენ, რომ უვიზო მიმოსვლას მარტივად შევაგუებით, თუმცა მეორე მხრივ ჯერ კიდევ არჯერად მოსალოდნელი საფრთხის და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას ევროკავშირის შანტაჟის იარაღის ბოლოტყვიას უწოდებენ. თავად ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე გეგმავს. ვიდრე ოცნების რეჟიმი აგრესიული რიტორიკით განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკა მოგვიტანა, საინტერესოა რეალურად რა ეკონომიკური უპირატესობა გაგვიჩნდა უვიზო მიმოსვლით და რას დავკარგავთ მისი შეჩერებით. უპირველესად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მტკივნეული აღმოჩნდება ემიგრანტებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მათთვისაც, ვინც ქვეყნის დატოვებას მომდევნო პერიოდში გეგმავს. ოცნების რეჟიმის პირობებში ქვეყნიდან ჯერ კიდევ 2023 წელს 163,480 ადამიანი გავიდა. უკვე 24 წლისთვის უკეთესი პირობების ძიებაში საზღვრებს გასცდა 64,594 მოქალაქე. უვიზო მიმოსვლამ ქართველებს არა მარტო მოგზაურობის, განათლების მიღების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის, არამედ მოკლევადიანი პერიოდით ევროპის ქვეყნებში დასაქმების საშუალებაც მისცა. უვიზო მიმოსვლამ ემიგრანტებს წლობით უნახავი ოჯახის წევრების ნახვაც გაუმარტივა. თუ კი ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერდა, ჩათვალეთ, რომ ვიზის მისაღებად ისევ რიგში დგომა მოგიწევთ, რომელიც უფრო მეტ დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ამასთან არ გექნებათ გარანტია, რომ ვიზას მოგცემენ. ამ პირობებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის გამო არსებობს რისკი იმისაც, რომ ემიგრანტთა რაოდენობა მიმდინარე წელს ისევ გაიზარდოს, თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ არალეგალურად დასაქმებული ემიგრანტები დაადეპორტონ. ეს კი რა თქმა უნდა ათასობით ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენას და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწორედ უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმოგზავნილი თანხები ასაზრდოებს და ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკიც. გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში ჯერ კიდევ 21 ადგილზე ვართ მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ზე მეტი სწორედ გზავნილებზე მოდის. გასულ 10 წელში საზღვარგარეთიდან 23 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. გზავნილების სახით მიმდინარე წლის მარტშიც 292 მილიონი დოლარი მივიღეთ, საიდანაც დიდი წილი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გასულ თვეს 50 მილიონი დოლარი გადმოირიცხეს იტალიიდან, 24 მილიონი გერმანიიდან, ამდენივე ჩარიცხეს საბერძნეთიდან, 7 მილიონი მივიღეთ ესპანეთიდან, 6 მილიონი დოლარი კი საფრანგეთიდან. არ არის გამორიცხული, რომ შესაძლებელია თქვათ იქ იმ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში დაიწყოს უკვე არალეგალი ჩვენი ემიგრანტების, თქვათ, იგივე დეპორტაცია საქართველოში. რაც თავისთავად არასასიამოვნო პროცესია, ეს არის, მე ვიტყოდი, მძიმე პროცესი, მტკივნეული პროცესი თვითონ იმ ხალხისთვის, ვინც ადგილზე მუშაობს ევროპულ ქვეყნებში და რაც თქმა უნდა, ასევე რთული არის მათი ოჯახებისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
განსაკუთრებული რაოდენობის თანხა ყოველწლიურად შემოდის საქართველოში და ამ თანხით საზრდოობს და თავს ინახავს 10,000-ობით ოჯახი. სწორედ იმ ემიგრანტების ოჯახები, რომელიც საქართველოში არიან დარჩენილები. გარდა რიგითი მოქალაქეებისა, ვიზო მიმოსვლის შეჩერება დარტყმა იქნება ბიზნესისთვისაც, რომელიც განვითარებისთვის ინვესტიციას საჭიროებს. თუმცა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ ბიზნესი აქტიურად საუბრობდა, რომ ახალი კონტრაქტების დადება გაჭირდა. არასტაბილური გარემო აისახა რიცხვებშიც და საქსტატის თანახმად 24 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები წლიურად 30%-ით შემცირდა. რადა უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ფონზე ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას გადამწყვეტი როლი აქვს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება კი ფაქტობრივად ევროპელი ინვესტორების დაკარგვას ნიშნავს, რომელსაც ოცნების რეჟიმის მონდომების მიუხედავად აზიელი პარტნიორები ვერ ჩაანაცვლებენ. არაღიარებული პრემიერი გასულ თვეს აზიური ვოიაჟიდან ახალი დაპირებით დაბრუნდა, თუმცა ინვესტორს აზიელი იქნება თუ ევროპელი, როგორც წესი მდგრადი ეკონომიკური კლიმატი სჭირდება, რომელიც ოცნების რეჟიმის ანტიდემოკრატიული ქმედების წყალობით ისევ არ გვაქვს. ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მან იგრძნოს, რომ მისი ბიზნესი არის დაცული. აქ იგულისხმება ყველა კომპონენტი, რომელიც სწორედ ინვესტორს ჭირდება თავის ინვესტირების პროცესში, რომ დარწმუნდეს, რომ იყოს გარანტირებულად დაცული მისი ინვესტიცია. სამწუხაროდ ჩვენ დღეს ეს არ გვაქვს, თუკი ჩვენ აი ამ ყველაფერს ერთად ვერ შევთავაზებთ ინვესტორს, ევროპელ ინვესტორს და არა მარტო ევროპელ ინვესტორს, ეს იქნება ნებისმიერი მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნიდან ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ფიქრობს, რომ გრძელვადიანად ჩადოს ინვესტიცია საქართველოში, მას გარანტირებულად ჭირდება პირველ რიგში სტაბილური გარემო, სტაბილური პოლიტიკური ვითარება და სტაბილური მდგრადი ეკონომიკური კლიმატი. ჩინეთის მიმართულების ჩანაცვლება, რუსეთის ფაქტორის გაძლიერება და სხვადასხვა მიმართულები, აზიური ქვეყნების ინვესტორების შემოყვანა, ეს რა თქმა უნდა საპირწონე ვერ იქნება, თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა. ამისთვის ეს არჩევანი გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ და ეს პირდაპირ კონსტიტუციაში გვაქვს ასახული და ამის მომხრე არის რა თქმა უნდა ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან მათ დაფინანსებაში ასევე ჩართული და მათთან თანამშრომლობით ასევე საკმაოდ დიდ ბენეფიტებს იღებენ. ევროპის მიმართულება და ვიზა ლიბერალიზაცია ყველას ჭირდება და ყველას საერთო მონაპოვარი, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამის დაკარგვა რა თქმა უნდა დიდი რეგრესია და უკან დახევა. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ინვესტორების დაკარგვასთან ერთად ჩამოგვაშორებს სავაჭრო პარტნიორებსაც, რადგან ბიზნესი დამყარებულია ნდობაზე და ორიენტირებულია გადაადგილების ისწრაფეზე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შემდეგ ბიზნეს პერსპექტივაც გაუჩნდა, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზრებზე გაეტანა. ამ შესაძლებლობას სათანადოდ ვერ ვიყენებთ, რადგან არ გვაქვს მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი და ვერც ევროპულ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. თუმცა ნაწილობრივ მაინც ვახერხებთ რიგი პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას. ამ შემთხვევაში აქტიურობით გამოირჩევიან მცირე მეწარმეები, თუმცა ფინანსური დანაკარგი მათთვისაც დიდი იქნება, რადგან ვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში გაუჭირდებათ თუნდაც გამოფენებზე პროდუქციის წარდგენა და პარტნიორების შეძენა. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ტიპის ურთიერთობები, როდესაც ადამიანები მიუხედავად თანამედროვე პირობებში არსებული ელექტრონული სისტემისა ფიზიკურად ჩადიან ამ სივრცეებში და იქიდან იმპორტიორებით ჩვენი მოქალაქე, ჩვენი რეზიდენტები არიან ძირითადად, ხო? და მათ შორის ექსპორტი გაცილებით უფრო პრიორიტეტულია. ამ შემთხვევაში ორივე შეუშლის ხელს, იმიტომ აღმოჩნდებით გარკვეული ტიპის ისეთ ბარიერის წინაშე, რომელიც ბიუროკრატიული, ესე ვთქვათ, ჩარევას მოითხოვს და შესაბამისად მეტი დანახარჯები ექნება დროით და მათ შორის ფინანსური. ამიტომ ის ზეგავლენას მოახდენს ევროკავშირის მიმართულებით, როგორც იმპორტის კლებაზე, ასევე ექსპორტის კლებაზე და ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა ამ შემთხვევაში ექსპორტის კლება. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება DCFTA, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 11,000 დასახელების პროდუქტი შეგვიძლია ქოტის ფარგლებში შევიტანოთ განბაჟების გარეშე, ანუ ნულოვანი ბაჟი. ამას ვერ ვიყენებდით აქამდე და ეხლა მithumetes თუ ღმერთთან უკნას და შეჩერდეს, ასე ვთქვათ, უვიზო მიმოსვლა, ამ შემთხვევაში ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ჩაგვივარდება ეს პროცესი და რაც ძალიან ცუდი იქნება გრძელვადიანი ტენდენციებისთვის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობების თვალსაზრისით. უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც შორდება დასავლეთს და გეზი აქვს ჩრდილოეთისკენ, ევროპის ქვეყნებისთვის აჩენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. დღეს, როცა ოცნების რეჟიმი მშვიდობის სახელით, რეალურად კი რუსული მეთოდებით ღიად უპირისპირდება დასავლურ ინსტიტუტებს, აფერხებს სასამართლო და
ანტიკორუფციულ რეფორმებს, ზღუდავს მედიას და სწრაფი ტემპით მიექანებს ქვეყანას უბსკრულისკენ, ვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში ამ უბსკრულიდან თავის დაღწევა უკვე შორეული პერსპექტივა გახდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მხოლოდ პასპორტი არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა და ეს არის პრივილეგია, რომლის დაკარგვაზე პასუხისმგებელიც ოლიგარქის რეჟიმი იქნება. თუმცა ისევ არ ექნება ალტერნატიული გეგმა, რაც შესთავაზებს ემიგრანტს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება მოუწევს. როგორ დაეხმარება პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, რით დააკომპენსირებს ბიზნესის ფინანსურ დანაკარგს, ან რით მოახერხებს გაზრდილი ფასების დაბალანსებას საკვებსა და მედიკამენტებზე. მადლობა უთხრათ ანზორ ტუსაშვილს ბიზნეს ფორმულადან, რომელმაც კიდევ ერთხელ საკმაოდ მკვეთრად და მუქ ფერებში ამას გამუქება ისედაც არ ჭირდება, არაპროფესიონალიც მიხვდება თუ რა შეიძლება ელოდეს ქართულ ეკონომიკას იმ შემთხვევაში თუ კი ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდება საქართველოს და მის მოქალაქეებს.